ამ ვიდეოში მინდა დავამტკიცო ფუძის შეცვლის ფორმულა. და მოდი დავწერე ეს რა არის. თქვა თუ მაქვს ესეთი რაღაცა, ლოგარითმი x-ი ფუძით a. ლოგარითმი x ფუძით a. მე შემიძლია ეს გადავწერო ასეთი სახით. ეს არის იგივე, რაც ლოგარითმი x-ი ფუძით b, რამე სხვაფერი მინდა. x ფუძით b შეფარდებული ლოგარითმთან a ფუძით b. ანუ გავაკეთე რა, უბრალოდ შევცვალე ფუძე, ანუ გადავედი რაღაც ახალ ლოგარითმებზე ფუძით b. და x-ი და a ესე არგუმენტებად გადაიქცა ორივე, აქ თუ მარტო x იყო არგუმენტი. ანუ გამოდის რომ ლოგარითმი x ფუძით a შემიძლია გადავწერო როგორც ლოგარითმი x ფუძით b შეფარდებული ლოგარითმ a ფუძით b-სთან. ეხლა ეს რაში მეხმარება ზოგადად? აი მაგალითად თუ მაქვს თქვათ ლოგარითმი 25, მოდი ფერებს ისევ შევინარჩუნებ. ლოგარითმი 25 ფუძით 3 ვთქვათ. და ნუ მინდა რომ გამოვთვალო ეს რას უდრის და ამ დროს ფუძით 3 არ აქვს ჩემს კალკულატორს, ხო? ამიტომ ავდგები და ესე მოვიქცევი. გადავწერ ამას ორივეს ასეთი სახით. აქაც მექნება ლოგარითმი, მოდი ერთი ფერი სადაც გამოვიყენო ბოლომდე. ესე იგი, აქეთ მექნება 25, ქვემოთ მექნება 3 და ფუძეთ შევარჩევ ისეთ რიცხვს, რომელიც აქვს ჩემს კალკულატორს, მაგალითად ფუძით 10. ფუძით 10, როგორც წესი კალკულატორებს აქვთ. ეს დამეხმარება იმაში, რომ ცალკე დავთვალო ზედა, ცალკე ქვედა და გავყო ერთმანეთს. ეხლა მოდი დავამტკიცოთ. ესე იგი, თქვათ, ავიღოთ თავიდან უბრალოდ ასეთი რაღაც, რომ გვაქვს ლოგარითმი x-ი ფუძით a და ვიცით, რომ ეს არის y-ის ტოლი. ეს უდრის y-ს. აი ეს. ეხლა ეს რას მეუბნება მე? მე მეუბნება ეს იმას, რომ a უნდა ავიყვანო y ხარისხში, რომ მივიღო x-ი. ანუ, სხვაგვარად, მოდი გადმოვწერ, a ხარისხად y-ი, a ხარისხად y-ი, ტოლი არის x-ის. x ცოტა აქეთ დავწერ. ეხლა a ხარისხად y-ი თუ უდრის x-ს, მაშინ a ხარისხად y-ის ლოგარითმი რამე ფუძით იქნება x-ის ლოგარითმის ტოლი ამავე ფუძით. ამიტომ მოდი ავდგეთ და ორივეს მივწეროთ ლოგარითმი ფუძით b. ანუ გვაქვს ახლა a ხარისხად y-ი ლოგარითმი ფუძით b, კერძო ლოგარითმი a ხარისხად y-ი ფუძით b და აქეთ გვექნება ლოგარითმი x-ის ფუძით b. ეხლა ლოგარითმის თვისება გავიხსენოთ, როცა არგუმენტი ხარისხშია, შეგვიძლია ხარისხი კოეფიციენტად გადავწეროთ. ამიტომ გვექნება y ჯერ ლოგარითმი a ფუძით b ტოლია ლოგარითმ x-ი ფუძით b-ს. ასე. და ეხლა ერთადერთი შემიძლია რაც დამრჩენია ეს გავაკეთო, გავყო ორივე მხარე ლოგარითმ a ფუძით b-ზე. ანუ აქეთ ამ მხარეს გავყოფ ლოგარითმ a ფუძით b-ზე. და აქეთ ამ მხარესაც გავყოფ ლოგარითმ a ფუძით b-ზე. აქეთ ესენი უბრალოდ გაბათილდება და დამრჩება, რომ y-ი ტოლი გამოდის ესეთი რამის. ლოგარითმი x-ი ფუძით b შეფარდებული ლოგარითმთან a ფუძით b. აი ესეთი რაღაცა მივიღე. ესე იგი ლოგარითმი x ფუძით b ყოფილი ლოგარითმ a ფუძით b-ზე და ამ დროს y-ით რა აღნიშნე? y-ით ამ დროს აღნიშნე ეს გამოსახულება, რომ ლოგარითმი x-ი ფუძით a ტოლი იყო y-ის, ხო? და ანუ მივიღე რომ ლოგარითმი x ფუძით a იგივეა რაც ლოგარითმი x ფუძით b გაყოფილი ლოგარითმზე a ფუძით b.